ეს ჭელაა სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში. ქვაბლიანის ხეობაში განლაგებული დასახლება ზღვის დონიდან 1280 მეტრზე მდებარეობს და საქსტატის ბოლო 2014 წლის მონაცემებით აქ 177 მოსახლე ცხოვრობს. სოფელს მაღალმთიანის სტატუსი აქვს. ამ სტატუსის მიუხედავად ჭელა ერთ-ერთია ადიგენის იმ 22 სოფლიდან, სადაც მოსახლეობა ამ დრომდე შეშის ღუმელებით თბება. აქ გაზიფიცირება ჯერ არ დაწყებულა. ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ მიმდინარე წელს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მხოლოდ 2 სოფლის შემთხვევაში იგეგმება, მათ შორის არ არის ჭელა. მერისვე თქმით, ამ დრომდე უცნობია, როდის დაიწყება სოფლის გაზიფიცირება. 22 სოფელი გვაქვს, სადაც ჯერ ისევ გაზიფიცირება არ არის. ბუნებრივი არის, იცით თქვენ როგორი მანძილები არის სოფლებს შორის დაცილებული. და ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით მიწოდებული გვაქვს მთავრობისთვის ეს 22 სოფელი თავისი ყველა ტექნიკური მონაცემებით თუ რამდენი კილომეტრი არის დაცილებული დაბიდან და რამდენი მაცხოვრებელია და ასე შემდეგ. 2 სოფელში ეს უკვე ჩვენთვის ცნობილი არის, ეს არის ზემოენთელი და ქიქინეთი, წელს დაიწყება სამუშაოები. და დანარჩენი უკვე წელს რომელი სოფლები ჩაისმება მთავრობის მხრიდან საპროექტოდ რო პროექტი შედგეს ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. იგეგმება თუ არა და როდის სოფელ ჭელაში ბუნებრივი აირის შეყვანა. დავუკავშირდით ეკონომიკის სამინისტროს, რადგან სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი დასახლებებში გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოაწყოს. უწყებიდან ინფორმაციის მიღებას მეორე დღეა ველოდებით. რა გეგმა აქვს სახელმწიფოს მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისთვის? ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით გაზის ტრანსპორტირების კომპანიას. თუმცა აქ გითხრეს, რომ ჩვენს კითხვებს მხოლოდ წერილობით უპასუხებდნენ. უწყებიდან საჯარო ინფორმაცია უკვე გამოვითხოვეთ. 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის დოკუმენტის მიხედვით 4 წელიწადში 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში იგეგმება ბუნებრივი აირის გაყვანა. თუმცა კონკრეტული სოფლები და თარიღები მითითებული არ არის. ამავე დოკუმენტის მიხედვით 2025 წლის ბოლოსთვის წესით საქართველოს მოსახლეობის 93%-ისთვის უნდა ყოფილიყო გაზი ხელმისაწვდომი. როგორ შეასრულა სახელმწიფომ აღებული ვალდებულება? უწყებიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.